უცნაურ ადგილად პოვეგლიას წარმოვიდგეთ. ეს არის პატარა და მიტოვებული კუნძული იტალიაში, კერძოდ ვენეციის ლაგუნაში. ამ ადგილს მთელი რიგი ისტორიები და საშიში თქმულებები უკავშირდება. ამის მიუხედავად მის მიმართ ინტერესი სულ უფრო მძაფრდება. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეს პატარა კუნძული აუქციონზე გავიდა. კუნძულის სახელია პოვეგლია, რომელსაც მოჩვენებების კუნძულსაც უწოდებენ. ის ყოველთვის დაუსახლებელი არ ყოფილა და საუკუნეების განმავლობაში სნეულთა და მომაკვდავთა ადგილსამყოფლად მიიჩნეოდა. 2014 წლის ապრილში იტალიის სახელმწიფომ გამოაცხადა ვენეციის ლაგუნაში მდებარე დაუსახლებელი კუნძულის ონლაინ აუქციონი. გამარჯვებულს კუნძული 99 წლიანი იჯარით გადაეცემოდა. ამგვარი ინიციატივა შეეხო იტალიის სხვადასხვა რეგიონში არსებულ რიგ ისტორიულ ტერიტორიებს. ამ პროცესის შედეგად შემოსული თანხა კი სახელმწიფო ვალის დასაფარად უნდა წასულიყო. ბევრისთვის მოულოდნელად პატარა კუნძულისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ ადგილად მიიჩნევა, ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც იტალიელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა 2015 წლიდან ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ გაიმარჯვა. იმჟამად მისი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ზუსტად არ ჰქონდათ გაწერილი გეგმა, რას გააკეთებდნენ პატარა, დაუსახლებელ კუნძულზე. ბიზნესმენი ამბობდა, რომ სურდა მას რაიმე სახის საჯარო გამოყენება ჰქონოდა. თავდაპირველად აპირებდა კუნძულზე მიტოვებული შენობების აღდგენას, რაც დაახლოებით 16 მილიონი ფუნტი დაჯდებოდა, თუმცა გადაიფიქრა. კუნძული პირველად 421 წელს ჩნდება ისტორიულ წყაროებში, რომელთა თანახმადაც პადუასა და ესტეს მცხოვრებნი გადასახლდნენ კუნძულზე, რათა თავი დაეხსნათ ბარბაროსთა თავდასხმებისგან. ამის შემდეგ კუნძულის მოსახლეობა თანდათან გაიზარდა. 1379 წელს გენუის ფლოტმა დაიწყო შეტევა ვენეციის გაფანტულ დასახლებებზე. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო კუნძულის მოსახლეობამ მისი დატოვება. რამდენიმე წელიწადში ის უკაცრიელად იქცა. 1458 წელს ვენეციაში შავი ჭირის ეპიდემია მიფეთქა. კუნძული ჯანდაცვის სისტემას გადაეცა და იქცა საკარანტინო ადგილად, სადაც მომაკვდავ და დაინფიცირებულ ადამიანებს აგზავნიდნენ. კუნძულის ცენტრში კი უკვე გარდაცვლილებს უზარმაზარ კოცონზე წვავდნენ. იგივე ფუნქცია შეეძინა კუნძულმა 1630 წელსაც, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიამ კვლავ იფეთქა. ერთხანს კუნძულს თავდაცვის ფუნქცია მიენიჭა, მის სამხრეთით ხელოვნურად შექმნეს კიდევ უფრო პატარა კუნძული, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ვენეციის თავდაცვის ფორპოსტი იყო. სწორედ აქედან იღებს სათავეს საშიში და შემზარავი ლეგენდები, რომელიც კუნძულს იდუმალების საბუბელში ხვევს. მე-20 საუკუნეში კუნძული კვლავ გამოიყენებოდა როგორც საკარანტინე ადგილი. 1922 წელს კი იქ არსებული შენობები სულით ავადმყოფთა თავშესაფრად გადაკეთდა. ასე გაგრძელდა 1968 წლამდე, ვიდრე იქ ყველაფერი არ დაიხურა და კუნძული საბოლოოდ არ გაუდაბურდა.